მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის თემა არის უროლოგიური დაავადებები. საკმაოდ მრავალფეროვან პათოლოგიებს მოიცავს ეს დაავადებები. ეს არის როგორც შარდის ბუშტის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, სიმსივნური დაავადებები, ასევე შარდ-სასქესო გზით გადამდები დაავადებები. ამ ყველაფერზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ ჟორდანიას ინსტიტუტის ექიმი მედიცინის დოქტორი გიორგი ხვადაგიანი, რომელიც ასევე გახლავთ განყოფილების ხელმძღვანელი და თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ესეთი რაღაც, ძალიან ფართი დარგია უროლოგია, ძალიან ბევრ ორგანოს და ბევრ პათოლოგიას მოიცავს, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. ჩემი კითხვა იქნება ასეთი, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ უროლოგს? ერთ შესწორებას გავაკეთებ თქვენს ნათქვამში და მე ამაზე გიპასუხებ. ჟორდანიას ინსტიტუტი, ანუ რატო ვიძახი ამას, ყოველთვის ასოცირდებოდა ადამიანებთან გინეკოლოგიურ და ხელოვნურ განაყოფიერებასთან. ინსტიტუტი აღარ არის, გახდა ჟორდანიას კლინიკა, მრავალპროფილური და ამიტომ არის უროლოგია. კი ბატონო. რაც შეეხება სიმპტომებს. სიმპტომები ყველაზე ხშირად რატომაც მოგვართავენ პაციენტები არის ხშირი შარდვა, წვა მოშარდვის დროს, ტკივილი მოშარდვის დროს, შარდის შეუკავებლობა და სისხლიანი შარდი. ეს არის ყველაზე ხშირი მომართვიანობა, რის გამოც არის. არამოშარდვასთან დაკავშირებული, როგორც წესი არის ხოლმე ტკივილი, ეგრეთ წოდებული თირკმლის ჭვალი, რომელიც ყველა ფილმში თუ სერიალში არის ხოლმე გაშარჟებული, ისეთი ძლიერი ტკივილი აქვს. გასაგებია, ახლა ეს სიმპტომები რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, შარდის ბუშტის დაავადებებს, თუ მთლიანად შესაძლოა თირკმლის დაავადებებსაც ჰქონდეს ეს სიმპტომები. სიმპტომები აქვს როგორც შარდის ბუშტის დაავადებას. ყველა დაავადებას შეიძლება ჰქონდეს? ნახეთ, ხშირი შარდვა აქვს შარდის ბუშტის, პროსტატის და ამას გეკითხები. შარდსაწვეთის კენჭსაც შეიძლება ჰქონდეს ხშირი შარდვა წვა. არის დანარჩენი ტკივილი, ანუ თირკმლის მიერი ჩივილი, როგორც წესი არის ტკივილი. შეიძლება იყოს ცხელება ინფექციის დროს, უბრალოდ მარტო ცხელებით რეალურად უროლოგთან არ მოდიან. ეს პირველი სიმპტომები, რაც ჩამოთვალეთ, უკვე გვაძლევს ეს განგაში საბაბი, რომ სასწრაფოდ მივმართოთ უროლოგს. კი ბატონო. და ზოგადად შარდის ბუშტის დაავადებები შეიძლება აღმავალი გზით გავრცელდეს სხვა ორგანოებზე, თირკმელზე თუნდაც. რეალურად არის ინფექციური დაავადებები. ინფექცია არის აღმავალი, როგორც წესი უმეტესობა პიელონეფრიტებისა, ანუ თირკმლის ანთებისა არის შარდის ბუშტიდან აღმავალი. იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ იშვიათად არის რომ სისხლიდან იყოს ინფექცია თირკმელში. როგორც წესი არის ხოლმე შარდის ბუშტიდან აღმავალი. აღმავალი ინფექციით გავრცელდება და პიელონეფრიტი შეიძლება ჩამოვა. რამდენად რთული დაავადებაა? თუ მხოლოდ ინფექცია არის, არ არის რთული, როგორც წესი ანტიბიოტიკით მარტივად გვარდება. და სიმპტომატიკა რთულია თვითონ. როგორც თქვით, ხშირი შარდვა, რომელსაც შემდგომ უკვე ემატება ცხელება და შემდგომ ემატება ტკივილი წელის არეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრობა, იმიტომ რომ მაგალითად თუ ჯერ ტკივილი დაიწყო და შემდგომ წამოვიდა ცხელება, ეს ხშირად არის ხოლმე რომ კენჭის გავლა არის და ჯერ კენჭის გავლა დაიწყო და კენჭის გავლის ფონზე განვითარდა ინფექცია. და ეს ორი რადიკალურად სხვადასხვა მკურნალობას მოითხოვს. ინფექციის შემთხვევაში თუ მარტივად ანტიბიოტიკი იყო, აქ აუცილებელი არის ქირურგიული ჩარევა, რომ სეფსისი არ განვითარდეს, როდესაც არის კენჭი. გასაგებია, ანუ თქვენ ახსენეთ კენჭი. კენჭოვანი დაავადება თირკმლის ეგრეთ წოდებული ნეფროლითიაზი, ესე მოიხსენებენ ხოლმე ექიმები. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ დაავადებასთან დაკავშირებით, ცოტა მეტი რომ ვისაუბროთ, რისგან შეიძლება გაჩნდეს ეს კენჭები თირკმელში, ზოგადად რამდენად პათოლოგიური პროცესი შეიძლება განვითარდეს ამ დაავადების შედეგად, მკურნალობის მეთოდები, დიაგნოსტიკის მეთოდები, რა გვაქვს ამ შემთხვევაში მოწოდებული ყველაზე უფრო ეფექტურად რომ მოხდეს დიაგნოსტირება და გადაჭრის გზები თქვენ ახსენეთ რომ ქირურგიული ჩარევა, მაგრამ მხოლოდ ქირურგიული ჩარევაა, მანამდე არის რამე მეთოდები, რომელთაც შეგვიძლია ვიმკურნალოთ ამ დაავადების შემთხვევაში. ბევრი შეკითხვა იყო, ვეცდები ცალ-ცალკე გაგცეთ პასუხი. პირველ რიგში წარმოქმნის მიზეზები დიდ ჯგუფებად რო გავყოთ, პირველი არის გენეტიკური, ანუ ან ნივთიერებათა ცვლის გამო, ან თვითონ თირკმლის გენეტიკური რაღაც პრობლემა არის, რომლის გამოც წარმოიქმნება კენჭი. მეორე არის კვება, ამ კვებაში სითხის მიღებაც იგულისხმება და მესამე არის გარემო პირობები.
ანუ რეალურად წყალი მაგალითად დიდი ეჭვი არის საქართველოში, რომ წყლის გამო არის ძალიან ბევრი კენჭი. და ტემპერატურა, რაც უფრო ცხელა, მით უფრო მეტი არის შანსი კენჭის გაჩენის. რაც შეეხება მკურნალობა, რო ავიღოთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მიზეზი თვითონ, ანუ შემადგენლობა კენჭის, მაგრამ შემადგენლობა შესაბამისად მიზეზიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის პრობლემა არის, თუ არის შარდმჟავა კენჭები, ხო? ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს შარდმჟავა სისხლში მომატებული და მაშინ სულ სხვა მკურნალობა არის, რევმატოლოგის ჩართვა გვჭირდება და ან რევმატოლოგთან ერთად მკურნალობთ. თუ შარდმჟავა სისხლში არ არის მომატებული და ისე გაჩნდა შარდმჟავა კენჭები, მაშინ მხოლოდ უროლოგები მკურნალობთ, იწყება მედიკამენტოზური მკურნალობით, რადგან 80%-ში წარმატებული არის ამ შემთხვევაში, დანარჩენ 20%-ში უკვე ან დამტვრევა ხდება საჭირო, ლაზერს რო ეძახის ხალხი, სინამდვილეში არის დარტყმითი ტალღები, ან ოპერაციული ჩარევა. აი, თუ არ არის შარდმჟავა კენჭი და სხვა შემადგენლობა არის, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ფაქტიურად მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს. და თუ უკვე გაიზარდა კენჭი, რეალურად რჩება ეს ორი, ან დამტვრევა და ეს დამტვრევაც დამოკიდებულია უნდა ვიცოდეთ სიმკვრივე კენჭის 1000 ერთეულზე მეტი თუ არის აზრი არ აქვს, თუ 1000 ერთეულზე ნაკლები არის, უნდა ცადო დამტვრევა. თუ 1000 ერთეულზე მეტი არის, ან დიდი არის კენჭი, ამ შემთხვევაში მხოლოდ ოპერაციული ჩარევა გვჭირდება. ან დამტვრევას ლითოტრიფსიას. ლითოტრიფსიას, კი ბატონო. კი ბატონო. მე მინდა გკითხოთ პროცედურასთან დაკავშირებით, ორი სიტყვით თუ მოგუყვებით, როგორ ხდება ეს, რამდენად მტკივნეულია, რამდენი ხანი გრძელდება და ლითოტრიფსია, ხო? კი, ლითოტრიფსია. შედეგიანობაზე როგორც თქვი, რაც უფრო რბილი არის, ანუ რაც უფრო მეტად ჩამორჩება ამ 1000 ერთეულს, მით უფრო კარგი შედეგი არის. ანუ ყველა შემთხვევაში ხდება, ეფექტურია ყველა შემთხვევაში, თუ შესაძლოა რომ არ იყოს ეფექტური. არა, ანუ შესაძლოა არ იყოს. ჩვენ ვაკეთებთ ამის დიფერენცირებას რა მეთოდს მივმართოთ მკურნალობის, მაგრამ შესაძლოა ანუ მივიღოთ გადაწყვეტილება ლითოტრიფსიაზე და ეფექტური არ აღმოჩნდეს. კი, შეიძლება ესე იყოს. მარტო სიმკვრივეზე არ არის დამოკიდებული. არის კენჭის ზომაზე და კენჭის მდებარეობაზე დამოკიდებული. კი ბატონო. მაგალითად მარტივად რომ ვთქვათ, ქვემო ფიალაში თუ არის თირკმლის, იქიდან შეიძლება დაამტვრიო კენჭი, მაგრამ არ წამოვიდეს. და ჟამში ეფექტური არ არის, იმიტომ რომ ისევ იქ დარჩა ის დამტვრეული კენჭები. დიდი მადლობა. ეხა პროცედურაზე რა ვისაუბროთ. პროცედურა თვითონ არის ესეთი მექანიზმი. აპარატი წარმოქმნის დარტყმით ტალღებს, რომელსაც ატარებს სითხე. ამ დარტყმით ტალღების ფოკუსირება ხდება კენჭზე. ანუ ეს მთელი ენერგია, რომელიც ტარდება ერთ წერტილში მიდის კენჭთან და იქ რომ წარმოიდგინოთ უხეშად, პატარა აფეთქებებივით იწვევს. კენჭის ლოკაციის კონტროლს როგორ აკეთებს? კონტროლი ხდება რენტგენით, ან ეკოსკოპით. ორივე კეთდება, კი ბატონო, ჩვენ შემთხვევაშიც. და ამ მნიშვნელოვანი არის აქ რეალურად, იმიტომ რომ სამგანზომილებაში უნდა დაუმიზნო ეს. ადგილზე ხდება ესე პატარა აფეთქებებივით და მექანიკურად ხდება ამ კენჭის დამტვრევა. დამტვრევა. და მტკივნეულია თვითონ პროცედურა? უმტკივნეულო არ არის. როგორც წესი მომზადება, ეგეც ცოტა რთული საკითხი არის. ნახეთ, ადგილობრივ საქართველოში ხო 99% კეთდება გამაყუჩებლით, არა ანესთეზიით, არამედ წინასწარ მომზადებით გამაყუჩებლით. თუმცა არის ბევრი სტატია, რომელიც გვაჩვენებს, რომ შედეგი უმჯობესდება თუ ანესთეზიით არის, იმიტომ რომ პაციენტს რო არ ტკივა, არ მოძრაობს. არ იწევა ამ ტალღისგან შორს, რო არ ეტკივას. ასე ვთქვათ, სედაცია, ხო, რომ პაციენტი მშვიდად იწვეს, რომ არ გაიწიოს. თუმცა არ კეთდება, იმიტომ რომ რეალურად არ არის, ასე ვთქვათ, რაც დაინერგა საქართველოში, არასდროს ამ სედაციით არ გაკეთებულა და დღესდღეობით არავინ არ აკეთებს. რამდენხნიანი პროცედურაა? საშუალოდ 40 წუთი არის. ამ ტალღების რაოდენობას ექიმი განსაზღვრავს თუ არის მოწოდებული რამე გარკვეული? მოწოდებული არის, პროტოკოლები არის, გაიდლაინში არ წერია, ანუ მაგ ხარისხის მტკიცებულება არ არის, მაგრამ არის პროტოკოლები კენჭის სიმკვრივის და ზომის მიხედვით. დარტყმის კუთხესა აქვს მნიშვნელობა, საიდან ურტყავ, რომ აი იგივე ქვემო ფიალა რო ავიღოთ, მაგალითად, იქ მნიშვნელობა აქვს, რომ მიმართულება ამ დარტყმების იყოს ისე, რომ ეს ამოიყაროს ზემოთ. აქვს მნიშვნელობა, რა ვიცი, რაოდენობას დარტყმების სიმძლავრე, სხვადასხვა სიმძლავრის დარტყმები არის. შესაბამისად, ეს ყველაფერი იგეგმება ინდივიდუალური კენჭისთვის. გასაგებია.
გასაგებია, კიდევ მინდა გკითხოთ, თუ ხდება განმეორებით კენჭების გაჩენა თუ არის ეს პრაქტიკა თუ ყოფილა ეს შემთხვევა. კი, როგორც წესი, პაციენტებს ესევე ვუნები ჩემს პაციენტებს. აი, როგორც დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება და მუდმივად უნდა იცხოვრო რეჟიმით, იგივე არის შარტკენჭოვანი დაავადება. უბრალოდ არის ესეთი ოქროს წესი, ასე ვთქვათ, რაც უფრო ადრე გაჩნდა პირველი კენჭი, მით უფრო მეტი ალბათობა არის, რომ განმეორებით გაიზარდოს. კენჭი. თქვათ პირველად 50 წლის ასაკში თუ ქონდა ადამიანს, შეიძლება კიდე ერთხელ გაიზარდოს ცხოვრებაში და ეგ არის. და თუ ბავშვობიდან აქვს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ცხოვრობს ამ კენჭებთან ერთად და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რეჟიმის დაცვა, რომ რაც შეიძლება შეამციროს ალბათობა კენჭის გაჩენის. იმიტომ ხშირად უთქვიათ, რომ აი მე რა პრობლემაა, ვაძევებ ამ კენჭებს, ფაქტიურად კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ და მიუხედავად იმისა, რომ მარტივად აძევებენ, ყოველი გამოძევება ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ის რომ მარტივად არის, სინამდვილეში მაინც აზიანებს თირკმელს. და რეაბილიტაცია როგორია ლითოტრეპსიის შემდეგ? რეაბილიტაცია პაციენტს ფაქტობრივად არ ჭირდება, მიდის ამბულატორული პროცედურაა, სახლში მიდის პირდაპირ. აქ უბრალოდ ის დამტროული კენჭი მაინც თავისით ბუნებრივად უნდა გამოვიდეს, რაც ტკივილს იწვევს. შესაბამისად, პაციენტს დანიშნულება ეძლევა, რომ ტკივილ გამაყუჩებელი და მედიკამენტი, რომელიც აფართოვებს შარდსაწვეთს, რომ შედარებით მარტივად გამოვიდეს გარეთ. გასაგებია. მინდა გკითხოთ ესეთი რაღაც, ანუ დიაგნოსტიკის მეთოდები. გარდა ლაბორატორიული კვლევების, ანუ გასაგებია შარდის ანალიზი, ძალიან ინფორმატიულია ამ დაავადებებისთვის, მაგრამ კიდე რა კვლევებს მიმართავთ, რა კვლევებია ეფექტური, როგორც დიაგნოზის დასმისთვის, ასე კენჭის შემთხვევაში? ყველა ნებისმიერი უროლოგიური დაავადების შემთხვევა, ამ შემთხვევაში ყველას. უროლოგიური დაავადებები რეალურად ბევრად უფრო წინ წამოვიდა ეკოსკოპიის განვითარების შემდგომ. რადგან ეს არის გამოკვლევა, რომელიც დასხივებას არ იწვევს, ძალიან მარტივი არის, თითქმის ყველგან დგას აპარატი ეკოსკოპიის. სპეციალისტებიც ყავს საკმაოდ. სპეციალისტებიც ყავს. კარგი, მარტო ჩვენთან არა, ზოგადად სოფლიოში ამის მერე ძალიან განვითარდა უროლოგია, იმიტომ რომ შედარებით პატარა ზომის სიმსივნეები, პატარა კენჭები, მოშარდვის პრობლემებით მარტო პაციენტზე აღარ გავხდით დამოკიდებული, რეალურად ვაფასებთ პროსტატა რამხელა არის, რამდენი რჩება მოშარდა, ეკოსკოპი არის უროლოგისთვის ყოველდღიურობა. უმეტესობა ქვეყნებში საერთოდ თვითონ აკეთებენ უროლოგები ეკოსკოპიას, იმდენად ყოველდღიურად სჭირდებათ. კი. ჩვენთან ესე არ არის რადიოლოგიაში არის მაინც. თუმცა მაგალითად ოპერაციის დროს ფაქტიურად ბევრ ოპერაციაზე ვიყენებთ ეკოსკოპიას. კი, ფუნქცია თირკმლის კეთდება ეკოსკოპიის კონტროლით, კენჭების სად არის, ბევრ რაღაცაში ვიყენებთ. ასევე რაღაც პერიოდი იყო რენტგენი, უროგრაფია ძალიან ასე ვთქვათ პოპულარული, იმიტომ რომ სხვანაირად დიდად გამომყოფ სისტემას თირკმლისას ვერ ხედავდით. ეხლა ფაქტიურად ჩანაცვლებულია კომპიუტერულ ტომოგრაფიას. და პირდაპირ უმეტესობა დაავადებების შემთხვევაში პირდაპირ რეკომენდაცია არის, რომ თუ ჩარევას გეგმავთ, ნებისმიერი სახის ჩარევას, აუცილებლად კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით უნდა ქონდეს გაკეთებული. სხვანაირად წესით უროლოგიურ ჩარევაზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა არ მივდივართ. ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია ეფექტურია. მაგნიტორეზონანსული კვლევა თუ გაკეთდება? მაგნიტორეზონანსული კვლევა როგორ არ კეთდება? ორ შემთხვევაში, კი, ორი შემთხვევა არის, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველი არის პროსტატის სიმსივნე და ეს იმდენად მგრძნობიარე რამ არის, რომ სკრინინგი ყველა მიცის, მე მგონი უკვე საქართველოშიც წლებია ხორციელდება პროსტატის სიმსივნის სკრინინგი სისხლის ანალიზით, PSA კვლევა არის ესეთი, მაგრამ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია იმდენად კარგი შედეგები აჩვენა სიმსივნის ამოცნობაში, რომ ვისაც ეს ფინანსური შესაძლებლობა აქვს იმ ქვეყნებში, უკვე საუბარი მიდის, რომ ხო არ ჩანაცვლდეს ან დაემატოს სკრინინგს ტომოგრაფია. ეს ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ სტადირებაც, კუნალობის ტაქტიკაც, ოპერაცია გააკეთო, არ გააკეთო, აბსოლუტურად ყველაფერი მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის ჩართულობით არის. მეორე არის მნიშვნელოვანი თირკმლის სიმსივნის შემთხვევაში, ოღონდ ეს უფრო სპეციფიური ის არის, იქ არის თუ არის თრომბი თირკმლის ვენაში, ამ თრომბის დონეს რა დონემდე არის, რეალურად ტომოგრაფია არის ყველაზე კარგი კვლევა ამისთვის. გასაგებია, დიდი მადლობა. ჩვენ სიმსივნეები ვახსენეთ და საკმაოდ გავრცელდა ეს დაავადებები სამწუხაროდ.
არ მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში. მინდა გკითხოთ, ძირითადად რა სახის სიმსივნეები გვხდება, უფრო მეტი რომელი სიმსივნე გვხდება და ეფექტიანობის თვალსაზრისით, სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, რომელი უფრო კეთილსაიმედოა, რაღაც ისეთი ნათქვამია, მაგრამ რომელი უფრო ნაკლებად საშიშია ცხოვრებისთვის, ასე ვთქვათ. უნდა დავიწყო ისევ პროსტატის სიმსივნით, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე წარმოვიდგინეთ, მამაკაცებში ყველაზე ხშირი სიმსივნე არის. სიკვდილიანობით ჩამორჩება მხოლოდ ფილტვის სიმსივნეს. საკმაოდ დიდი სიმსივნეა. კი, სიკვდილიანობაც მაღალი არის. და ეს რატო არის? სიხშირე იმდენად მაღალია, რომ ყველა მამაკაცის პროსტატის ბიოპსია რო გავაკეთოთ ცხოვრების განმავლობაში, დაახლოებით 1/3-ს ექნება სიმსივნე. უბრალოდ არ ხდება გამოხატვა ამ სიმსივნის. ანუ რეალურად ძალიან ხშირ შემთხვევაში იქ სიმსივნე არის, მაგრამ არ იზრდება და არ მანიფესტირებს. ანუ პაციენტმა საერთოდ არ იცის ამის შესახებ. ამიტომ არის მცდელობა ამ სკრინინგის, რომ სანამ რამე ჩივილი გამოჩნდება, კი, ეს რომ მოხდეს მკურნალობა. სხვა სიმსივნეებს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი არის სკრინინგს რო გავაგრძელოთ სკრინინგის სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები, შედარებით იშვიათი სიმსივნე არის, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებში არის და ძალიან სახელმწიფო პროგრამაც არ არის ამ შემთხვევაში სკრინინგული. არა, სკრინინგი, ამის სკრინინგი არის მნიშვნელოვანი რამ. პაციენტმა სქესობრივი მომწიფება როგორც კი დაიწყება, ტესტოსტერონი როგორც კი წამოუვათ, წვერი როგორც კი ამოვა პატარაზე, უნდა დაიწყოს მინიმუმ თვეში ერთხელ სათესლე ჯირკვლების გასინჯვა თავისით, ხელით. როგორც კი ნახავს რაიმე მცირე ზომის წარმოვნა აქვს სიმკვრივეს მტკივნეულობას, მაშინ უნდა წავიდეს უროლოგთან. იმიტომ რომ საკმაოდ კარგი პროგნოზის სიმსივნე არის, განსაკუთრებით თუ დროულად მიმართეთ უროლოგს. შეიძლება მხოლოდ ჩარევით დამთავრდეს ოპერაციით და საერთოდ არაფერი არ დაჭირდეს. თან არის შესაძლებლობა რომ ნახოთ, ანუ არც ექიმთან მისვლაც კი არ არის საჭირო ამ სკრინინგისთვის. შესაბამისად, ეს წესით უნდა ვასწავლოთ ჩვენ ყველა მშობელს, ვისაც ყავს ბიჭი, რომ ასწავლონ გასინჯვა მინიმუმ თვეში ერთხელ. შეეხება სიხშირით, რომ წავყვეთ დანარჩენ სიმსივნეებს, საკმაოდ ხშირი არის საქართველოში შარდის ბუშტის სიმსივნეები. უფრო მეტი არის მამაკაცებში, მაგრამ ქალებშიც საკმაოდ ხშირი არის. ეს არის ის დაავადება, რაც ხდის საწყისში რომ ვიკითხეთ ჩივილები, სისხლიანი შარდი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩივილი უროლოგიაში. და რატომ არის? ესეთი ის არის წესი თუ კანონი უფრო ალბათ. სისხლიანი შარდი როდესაც არის, სანამ არ გამორიცხავ ონკოლოგიას, არ აჩერებ კვლევებს. და ეს ონკოლოგია არის 99%-ში შარდის ბუშტის სიმსივნის გამორიცხვა. საქართველოს სიხშირეს რაც შეეხება ზოგადად ეტიოლოგიაში ან გამოწვევ მიზეზებში არის ესე რომ 50% შარდის ბუშტის სიმსივნის არის სიგარეტით გამოწვეული. რაც ყველას უკვირს. რა კავშირში არისო, მაგრამ რეალურად ეს მიღებული ტოქსინები, ასე ვთქვათ, თირკმლებით გამოიყოფა და შარდის ბუშტში არის მოშარდვამდე. ანუ იქ არის გაჩერებული. რაც იწვევს ამ შარდის ბუშტის სიმსივნეს. ალკოჰოლი შარდის ბუშტისაც არ იწვევს. ალკოჰოლი სხვა არაუროლოგიური ონკოლოგიის ძირითადი მიზეზი არის ხოლმე. და თირკმლის სიმსივნეებს შეეხება? თირკმლის სიმსივნეები ყველაზე რთულად არის ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ დიდად არც გამოწვევი მიზეზი არ ვიცით, არის რაღაც გენეტიკური მუტაციები, რომელსაც ვიძებთ, მაგრამ რაღაც მცირე პროცენტში ვნახულობთ, მაგრამ არა ისე რომ დავარქვათ რომ გენეტიკურია და ამის ბრალი არის. თუ შემთხვევით არ აღმოვაჩინეთ, ესე რამე განსაკუთრებული სიმპტომატიკით არ გამოიწვევს. არა, გამოწვევი მიზეზი არც ჰორმონ დამოკიდებულია, როგორც ვთქვათ, სათესლე ჯირკვლის და პროსტატის სიმსივნე, არც მარკერებზე, ანუ სიგარი მოწევაზე და ონკო მარკერები არ ქვია გამოწვევაზე არ არის დამოკიდებული და თან რაც ძალიან ცუდი არის, რომ არანაირ ჩივილს არ იწვევს. და ერთადერთი რამაც გვიშველა ამ თირკმლის სიმსივნის დიაგნოსტირებაში იყო ეს ეკოსკოპიის და ტომოგრაფიის განვითარება და იმდენად რუტინულად გამოიყენება დღესდღეობით მედიცინაში ეს კვლევები, რომ როგორც წესი ვნახულობთ თირკმლის სიმსივნეს სხვა მიზეზით ჩატარებულ კვლევებს. გასაგებია. და ოჯახურ ანამნეზში სიმსივნის არსებობას, ანუ გენეტიკურ წინასწარ განწყობას აქვს როლი ესე თქვა განვითარებაში. სიმსივნეებად რომ დავყოთ ყველაზე დიდი როლი აქვს პროსტატის სიმსივნის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში
აქვს როლი როგორც პროსტატი ოჯახში ვინმეს თუ აქვს პროსტატის სიმსივნე, ასე თუ აქვს მკერდის სიმსივნე. იმიტომ რომ არის ქართულად ბრაკა მუტაცია ქვია, ეს ბრაკა მუტაცია არის პასუხისმგებელი როგორც პროსტატის სიმსივნეზე ხშირად, ასევე მკერდის სიმსივნეზე. ამიტომ ამას აქვს მნიშვნელობა. სათესლე ჯირკვლის სიმსივნეც საკმაოდ გენეტიკური დაავადება არის. დანარჩენი თირკმელი და შარდის ბუშტის შემთხვევაში თუ არის ეს გენეტიკური მუტაცია, მაგ შემთხვევაში შეიძლება ოჯახის წევრსაც ურჩიო რომ ნახოს მასაც ხო არა აქვს, მაგრამ ესე რომ იყოს მკაფიო გენეტიკური კავშირი, ესე არ არის. ესე არ არის, გასაგებია. კი ბატონო, თქვენ ხომ რამის ხომ არ გვეტყვით, რამის ხომ არ ურჩევთ ჩვენს მენელს? ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროულად მისვლა ექიმთან. რეალურად ნებისმიერი ჩივილის დროს განსაკუთრებით მოდი ხაზი გაუსვათ, რომ ეს სისხლიანი შარდის დროს აუცილებლად ძალიან ხშირად არის სამწუხაროდ, რომ პაციენტს ერთხელ ჰქონდა სისხლიანი შარდი, მერე გაიწმინდა, სხვა ჩივილი არ ქონია და ამიტომ 1-2 წელი შეიძლება არ იყოს და კითხრას, აი 2 წლის წინ ჰქონდა პირველად, მერე ჩივილი არ ჰქონდა და არ მივედი ექიმთან და მოდის შარდის ბუშტის უკვე საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნით. და ეს ანუ არ მივაყურადოთ. ასევე ერთი უროლოგებთან არ უყვართ ხოლმე პაციენტებს პირდაპირ მაგას გვეუბნებით, არის ბევრი წყალი. ძალიან ბევრ დაავადებას რეალურად შარტკენჭოვანი იქნება ეს ინფექცია იქნება რეალურად ონკოლოგიისთვისაც კი აი იგივე ის რო ავიღოთ რომ ეს სიგარეტის შემდგომ ეს ნივთიერებები შარდის ბუშკროდება ხო ეს ბევრი სითხე სულთა მექანიკურად ხელს უშლის როგორც კენჭის გაჩენას ისე ბაქტერიების მიმაგრებას ლორწოვანზე და ასევე ნაკლები ხანი ჩერდება გამომწვევები შარდის ბუშში. ამიტომ ესეთ რეკომენდაცია რომ დღეში მინიმუმ 2 ლიტრა წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა. გასაგებია. დიდი მადლობა ნამდვილად ამომწურავე პასუხები მივიღეთ. ერთი კითხვა კიდევ მინდა დაგისვათ შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებით. როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში, რატომღაც იმატა ამ პრობლემამ და აინტერესებს რის გამო არის ეს გამოწვეული, მკურნალობის მეთოდები რა შეიძლება იყოს და განკურნებადი არის თუ არა. და ასევე ასაკი მოქმედებს თუ არა დაავადების პროგნოზზე. კი ბატონო. ანუ რეალურად იმატა მხოლოდ მამაკაცებში. ანუ ქალებთან სულ ბევრი იყო, უბრალოდ არ იძახდნენ. ხო, ანუ ძალიან ხშირად იყო, რომ ოჯახის წევრებსაც კი უმალავდნენ და ეხლა უცდილობთ უროლოგები, რომ გამოვიყვანოთ ეს მანდილოსნები თავის ნაჭუჭიდან, რომ თქვან, რადგან მოგვარების საშუალებები არის. კი. ქალებში ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი არის მშობიარობა, იმიტომ რომ სამწუხარო ძალიან დიდი ტრავმა არის, განსაკუთრებით მენჯის კუნთებისთვის მშობიარობა და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი შეუკავებლობის არის მშობიარობა. რაც მეტი არის მშობიარობა, მით მეტი არის ალბათობა შეუკავებლობის. შესაბამისად, ანუ ეს რატო არის? ხდება სფინკტერის, ანუ კუნთის, რომელიც იჭერს შარდს, ამ კუნთის დაზიანება. მარტო კუნთზე არ არის ფასიები, არის აპრონოზები, მაგრამ ძირითადად კუნთი არის. ამიტომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მენჯის კუნთები პაციენტს ჰქონდეს კარგად შენარჩუნებული. ანუ უხეშად რო თქვა, უნდა იყოს ნავარჯიშები. მანამდეც შეიძლება და მერეც. ამ შემთხვევაში ზოგადი ფიზიკური აქტივობა ამას არ შველის. არის ეგრეთ წოდებული კეგელის ვარჯიშები, რომ მენჯის კუნთები იყოს გამაგრებული. ეხლა რო შევეხოთ მამაკაცებში რატომ მოიმატა? ხო, იქაც ხო არაფერი არ შეცვლა თითქოს. ეს არის რეალურად ხო, ქალებშიც დამოვიწო, მესამე არის ასაკობრივი, ანუ კუნთის სუსტება ასაკთან ერთად. შესაბამისად, როგორც სხვა კუნთი, ესეც სუსტება და ვეღარ ერევა ამ მოწოლილ ნაკად შარდისას. მამაკაცებში ეს პრობლემა არ დგებოდა, იმიტომ რომ იყო გადიდებული პროსტატა და ამ წნევას ხელს უშლიდა ჯერ პროსტატა და მერე ის დასუსტებული სფინქტერი ყოფნიდა ამას. და ეხლა ამ ჩარევების შემდეგ კეთილთვისებიანი ოპერაციაც კეთილთვისებიანი სიმსივნის გამო, ან ათვისებიანი სიმსივნის გამო, რომელიც შემთხვევაში უფრო მეტია შეუკავებლობის სიხშირე მამაკაცებში. ესეთი კვლევები გააკეთეს, რომ შეადარეს ქალებთან შარდის შეუკავებლობას, როდესაც პროსტატა ამოიღეს და აღმოჩნდა, რომ დაემთხვა პროცენტი. იმიტომ რომ ამ სფინკტერის სისუსტე ასაკთან ერთად დაახლოებით 1%-ში ვითარდება. და ამიტომ მამაკაცებში მიზეზი რეალურად ეს პროსტატაზე ჩარევები არის, რატომაც მოიმატა. მკურნალობას რაც შეეხება, ბევრი გამომივიდა ლაპარაკი, მაგრამ მაინც მკურნალობას, ანუ როგორც თქვით, ერთი კეგელის ვარჯიში არის პროფილაქტიკას და შემდგომ
შედარებით დაბალი ხარისხის შეუკავებლობა თუ არის ყოფნის ვარჯიში, ასევე არის მედიკამენტები, ესეც არის თუ არ არის ესეთი მაღალი ხარისხის შეუკავებლობა, თუ უკვე არის ძლიერი შეუკავებლობა, ამ შემთხვევაში ოპერაცია არის, სხვა გამოსავალი არ არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ნამდვილად ამომწურავი პასუხები მივიღეთ. თქვენ თუ რამე კითხვები გექნებათ ბატონ გიორგის ან ველოდებით კითხვებს კომენტარებში და აქვე მინდა დაგიანონსოთ, რომ ჩვენი შემდგომი თემა იქნება გინეკოლოგიური პათოლოგიები, ასე რომ თქვენს კითხვებს ასევე ველით კომენტარებში. მადლობა რომ გვიყურეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევს. მადლობა.